მისახედი მაქვს. ხახრა მოვლილი ქალი ჯობია თუ მოუვლელი თქვენი აზრით? ვიტყვარ მეგობრებთან ერთად საცეკვაოდ და გასართობად და კიდე ბონდუების და იმის ნახვა არ მინდა, თუმცა გააჩნია შეიძლება მივიდე და დავჯდე იქ ლაივში და მოუშალო იმათ ნერვები. ეხლა თან მოვწესრიგდ საცეკვაოდ მივდივარ მეგობრებთან ერთად. ესე იგი, ასეთი გამოპრანჭული ვარ წარმოდგენილი, მე სულ გაუპრანიჭავი შემოვდივარ ხოლმე ლაივში და ესეც უნდა ვნახოთ. ეხლა რა ხდება? მე მაქვს ძალიან ბევრი თავისმოვლის საშუალებები, მაგრამ მეზარება ხოლმე ამათი გამოყენება და წეგან თქვათ ჩებით შევიღებ, ეხლა კიდე დაისონით მას დავიყენებ. დღეს ვის გულშემატკივრობ და ლორენცოს გულშემატკივრობ. და მოდი დავიწყოთ ახლა მეიქაპის გაკეთება. ესე იგი, მეგობრებო, ორი ლაივი იყო და ორივე ჯერ რუსთავი ორის მეიქაპ არტისტმა გამიკეთა მეიქაპი და ერთი და იგივე მეიქაპ არტისტმა გამიკეთა მეიქაპი და პირველი ეს ბრჭყალებიანი ის რომელიც ვაკაბადა ბრჭყალა მაკიაჟი რო იყო თუ გახსოვთ შეროზიამ რო საშინელი პოსტი მომიძღვნა და დაცინა ჩემ კაპას და მეიქაპს ძალიან კარგად იყო გაკეთებული, ლაივში იყო ძალიან ლამაზ და ჩემმა მეგობრებმაც თქვეს, უბრალოდ ეკრანზე გამოჩნდა ზედმეტად ბრჭყვიალა. მეორედ უკვე ის ყავისფერი კაბა რომ ეცოდა, ყავისფერი მაკიაჟი რომ მქონდა, იგივე მეიქაპ არტისტმა გამიკეთა და შეცდომები რაც იყო ის გამოვასწორეთ, ანუ ეკრანზე რომ უფრო კარგად ჩანდეს. ლორენცოს გულშემატკივრობ კი. არა, ლორენცო და ყველანი დღეს არიან გარეთ, მეგობრებო, იმიტომ რომ პარასკევობით გვაქვს ხოლმე დილის 10-დან საღამოს 7-მდე თავისუფალი დრო, წესრიგდებით და ასე შემდეგ და მე მივდივართ სტუდიაში. მარიამი რა თქმა უნდა იქნება და მე ისევ ლაივი რომ თავდება მივდივართ ხოლმე ჰაუსში. ხო და ერთია ეკრანის მაკიაჟი და მეორეა ყოველდღიურობაში ბევრ რაღაცებს არ ვსვამ ხოლმე, იმიტომ რომ მეზარება. მაგრამ ძალიან მომწონს აი ეს ფერები. ნახეთ რომელიც უფრო ცოტა, აი მაგალითად ეს და ეს და ეს უფრო ეს. ფილტრი როგორ მოვაშორო? ხო და ყველაზე მთავარი რა არის? კიდე რომ შენი შესაფერისი იყოს ეს. ყველა მეიქაპი ყველას არ უხდება. მე მგონა რომ თავარია კარგად გაკეთებული და ყველა მეიქაპი ყველას უხდება. არ ყოფილა ეგრე ხალხო, ტელევიზიას აქვს თავისი წესები და ტელევიზიაში გაკეთებული მეიქაპი არის სულ სხვა. ბასასი, მოდი, ნახეთ ბასასი აი აგზის და მელოდება. ეს ხო საყვარელია ხალხო. აი ესეთი. რაღაცას გამოვედე. და რა თქმა უნდა მაქვს ესეთი. აი ესეთი რაღაც და აი ესეთი, ესეც წითელია, ჩემი აზრით შავ კაბას ძალიან მოუხდება წითელი.
ლაივზე შეიძლება ვერ შევძლოთ, რომ დღეს მინდა გართობა და კარგად ყოფნა, რომ ლაივზე შეიძლება ვერ წავიდე, ან თუ ხასიათზე ვიქნებ, ლაივი არის ხოლმე 11-ზე, ხო? შეიძლება მივიდე. აი ხალხს სხვანაირია. და ასევე მინდა ვთქვა, რომ მეიქაპს გვიკეთებდნენ ხოლმე დაახლოებით მეიქაპს და თმას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და ძალიან დამღლელია და მე კიდე აქ სახლში 5 წუთში ვიკეთებ. ბასი! ნახეთ რა საყვარელი ხალხმა ეს ზის და მელოდება. ეს ახლა დასაბანი მყავს. ტუშს ავხმარობ? კაი გამახსენეთ. აი ტუში. ტუში აუცილებლად რა კაი გამახსენეთ. აი ეს მე ფილტრი როგორ მოხსნა რომ დაგინახოთ როგორია, მაგრამ მომენატრა ძალიან. აუ არ მომწონს ეს ფილტრი რო ადევს როგორ მოხსნა მითხარით. არ მომწონს ეს ფილტრი, მე უფილტროდ მირჩევია, რა თქმა უნდა შევინახოთ მან. სად მივდივარ და საცეკავაოდ მივდივარ მეგობრებთან ერთად, მეც უკვე ძალიან მიყვარს. მეც მიყვარ ხარ შენ და მარიამი. მოცა გულებს მიგზავნით, ძალიან მომწონს. დღეს არის ლაივი ხალხო და ესე იგი ასე ნახეთ ხალხო რა საყვარელი. ეს არ არის ხა საყვარელი ხალხო, ეს საყვარელია თუ მე მეჩვენება რომ საყვარელია. ხო და აუ ფილტრი როგორ მოხსნა მაწუხებს ეს ფილტრი. მადლობა თიკო. და კიდე რა უნდა მეთქვა? სხვათა შორის ლორენცომ თქვა და მეც ვეთანხმები, რომ ეხლაო წავაო. ესე იგი ვაიმე ბავშვი ნახე როგორ წევს ხალხო. ვაიმე სასაყვარელია. ნუცა შეგიძლია არ დაიღალო და არ მიყურო. წარბი ასიმეტრიული მაქვს, კი ერთი წარბი სხვანაირად მაქვს, მეორე წარბი სხვანაირად. ლელოს ვიდეო მე რა მეც ვნახე და რაღაცნაირად მეცოდება გოგო. თმას ვიღება ფიტო ესეთი საღებავე GPS-ში და PSP-ში იყიდება და ღირს 40 ლარი თუ არ ვცდები მე ერთი ცალი მყოფნის. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს ფილტრი არ მომწონს და საერთოდ მინდა რომ მოვაშორო. დიდი მადლობა რუსკა. თმა ხო უკეთესად არის მეგობრებო, ნახეთ ჩემი შეღებილია და ხვალ შეჭრას ვაპირებ. ჟელიბონა. პასტა, მე სად უნდა გადავიდე? პასტა. დიდი მადლობა effects აი ეს საერთოდ არ მინდა კაცო ფილტრი, საერთოდ მინდა რომ მოვხსნა, იმიტომ რომ ეს ჩემ თავს არ გავარ ეს მგონია. როგორ bold glamour, არა ვარ bold glamour.
ვაიმე ღმერთო ჩემო ჟელიბონა ეს რა დღეში ჩამაგდე ვაიმე საერთოდ არ მინდა ეს არანაირი ფილტრი მოკლედ ფილტრების დაყენებას ვისწავლი და მოშორებას დღეს ჩემი აზრით გავარდება გიორგი პარიზი უბრალოდ ეს ბიჭი იმდენ სიმუქრება რომ მეო რაღაცებიო ვიციო და მომზადებული შევხვდი აუთსაიდერობის სკამსო და შეიძლება მართლა რაღაცები თან გიორგი პარიზი იცით ვინ მფარველობს ნაზღაიძე თურმე გიორგი პარიზი მფარველობს ნაზღაიძე ლელუს მფარველობს დიასა ქრაში ანუ შიგნით ბონდოყოს ქრაში გარეთ დიასა ანუ ეს გოგვარი ორი ქრაშით წარმოდგენილი ხოდა ნახოთ და კიდე ჩემ ლანძღვასაც ასწრებს ჯავახას გიორგი პაპავაო კი ბატონო ეს გიორგი პაპავა საკმაოდ აქტიურია და ჯავახას მხარდამჭერი ვარო იპოსტება გიჟივით ხო რა ვიცი რამდენად კარგია ეგ გიორგი პაპავა რომ მხარდამჭერად ყავს ვერ გეტყვი მაგრამ როგორ აი ეს ძველი ისინი რა ქვია მონაწილეები რა ვიცი საინტერესოა მე მგონი ახლები ჯობდა ახლები უფრო საინტერესოა და ეს ძველი მონაწილეები რა ვიცი რაღაც გვინდა ხალხნო მე თვითონ არ მაინტერესებს მაგათი მონაწილეობა თიკო აი ბონდოს რანაირად უნდა ქრაშავდეს ნორმალური თუ მაგას ძალიან არ უჭირს ტვინში მეც მგონია რომ ლელოს ძალიან დიდი გაჭირვება აქვს ტვინის ნახევარსფეროებში უბრალოდ ნახეთ ქალი რო იტყვის ბონდო ნამდვილი მამაკაციაო შეროზია რა ვიცი თავს კი მიხედა აგერ გაიმარჯვა და რა ვიცი უბრალოდ კაი ტიპად ეგ არასოდეს არ ითვლებოდა და ვერ გეტყვი გარედან არავინ მფარველობდა მე გეტყვით რომ მე არ ვარ შოუ ბიზნესიდან არ ვარ ტელევიზიის სფეროდან და არც სანაცნობო მყავს მსგავსი და ზოგადად ეს მფარველობა და დაკრიშვა და ასე შემდეგ არც მე ნახეთ როგორ ჭვიტინებს ეს არის დასაბანი ხალხ ალედი ბაჭი რა გინდა აბა მითხარი რა უნდა ხალხო ვაიმე ეს მფარველობა რამდენად კარგია ნანუკა დაგტოვეთ უშენება დაგბლოკავთ ძალიან კაია გამოავლინა ხო და შესაბამისად ვერ გეტყვით რამდენად ეხლა მე თუ მკითხავ დიასა ძალიან ანტიპიარია მაგრამ როგორღაც მოგებაში ეტყობა დაეხმარა ვერ გეტყვით ლალიკო დიდი მადლობა მე ძალიან სექსი ხარ დიდი მადლობა სად ცხოვრობ თბილისში საბურთალოზე ვცხოვრობ ლაივზე მინდა მისვლა უბრალოდ ხალხო ეხა ბონდოს და ლელუს ნერვები ვაიმე
თქვენ არიცით რამდენად ტოქსიური ხალხია და რამდენად ტოქსიური შხამებს რო გესვრიან. გეთი ამბები დიასას კაპანაძე დაეხმარა მოგებაში და გაფიცებ ახლა ცალკე დიასა არ ვიცი სალომე კაპანაძე დაეხმარა დიასას მოგებაში თუ დიასა დაეხმარება ვინმეს მე არ მიჯერა მეგობრებო ახლა გეტყვით მე არ მიჯერა რომ დიასა ვინმეს ან მეგობრულად ან უანგაროთ ვინმეს რამეს ეხმარება ეგ ტიპი მე გავიცანილა იმაზე ფართებზე გეტყვით გავიცანი ეგ დიასა იქ ხომ მოდიოდა ხოლმე სულ იქ იყო გავიცანი და მინდა გითხრათ რომ არც ისე კაჟთა ბეჭდება და ტო იმიტომ რომ რაღაცნაირი ისინი აქ რო ქვია ორაზროვანი პასუხები და რაღაცნაირი ხო იცი რაღაცას რო გეუბნება და თან რო ფიქრობს რომ ამის იქით რამე არ წამოწდეს და ჰაი ჰუი ჰაი მე ვკითხე რა აქ ვისთან მოდიხარ მეთქი ვისთან მოვდივარო და ზუკა გუგასთანო მერე დაიწყო დათუნების და ყვავილების გზავნა ლელუსთან და ლელუსთან ფლირტი და ასე შემდეგ ვერ გეტყვით ლელუს ბალეშიკობს ზუკა გუგას ბალეშიკობს მე მგონი ისევ თავის თავს ბალეშიკობს ვგულშემატკივრობ ამ ლაივზე ზოგადად იცით რომ მე ვგულშემატკივრობ მარიამს და მარიამს ბალეშიკობ, რასაც თქვა და გულშემატკივრობ. ამ ლაივზე მინდა რომ დარჩეს ლორენცო, იმიტომ რომ ბონდო და გიორგი პარიზი ნაკლებად იმსახურებენ დარჩენას ლორენცოსთან შედარებით. მალადის ლორენცოს ბონდოს გაძლება უნდა ნახოთ ხალხო თქვენ რანაირია კაბა არის მოკლე თიკო ესეთი და მადლობა თიკო და იმასაც გეტყვით რომ პროექტისთვის ბონდო ბევრად ხელსაყრელია ალბათ და გადაარჩენენ ალბათ მე მოკლედ ლორენცო თუ გახდა ხმის ლიდერი და ლოგიკურად ხმის ლიდერი უნდა გახდეს პროექტი გადაარჩენს ბონდოს იმიტომ რომ პროექტისთვის ბონდო უფრო მომგებიანია უფრო მეტ შოუს დგამს ვიდრე გიორგი პარიზი მაგრამ პარიზი იმუქრება ხალხნო რომ მე ვიცი რაც ვიციო და მე ძალიან მომზადებული ვხდებიო აუთსაიდერობასო და გაჩვენებთ ჩემ რეალურ შესაძლებლობებსო და მოდი გვაჩვენოს ლორენცოს აქვს -3000 ხმა და ასევე ბონდოს აქვს -3000 ხმა ამიტომ პარის ეს ძალიან კარგად ხელს უწყობს ყველაფერში გამარჯობა კიდევ ერთხელ ну ცამეც მგონია რომ პარიზი გავარდება კი აი ნახეთ პარიზი გახდება ხმის ლიდერი და არაფერი არ არის ხალხო გამორიცხული შეიძლება პარიზიც გახდეს ხმის ლიდერი ვერ გეტყვით მართლა იმიტომ რომ ნახეთ თუ პარიზმა მოაბილიზა ძალიან ბევრი ხალხი და დასვა და ხმები მიაცევინა გიჟივით რატო გახდება გაჩნია რამდენ ფულს ჩადებს ხო მე ვიცი რომ არც ერთი თეთრი არ ჩამიდია ჩემ შემთხვევაში მაგას ვერავინ ვერ იტყვის ჩემი ხმების რაოდენობა ალბათ იცით მაგრამ არის აგერ ხალხი ვისაც ძალიან უნდა ხმის ლიდერობა და იმის შემთხვევაში რა ქვია გიორგი პარიზის შემთხვევაში ტიპიკი ჟივით არის ისე უნდა დარჩენა რა უნდა გააკეთოს იქ ვერ გეტყვით წარმოდგენა არ მაქვს იქ რა უნდა გააკეთოს
მარიამი მე ძალიან მომენატრა ხალხო. ვამე ლელუ ჩაბზე რო წერს ვიდეოებს ხო ვამე ძალიან მეწოდება ეგ გოგო ჯერ იმიტომ რომ ბონდოს ატანა უწევს მეორეც იმიტომ რომ ვერ მოინელა ჩემი ვიღაცები უნდა დავბლოკო ვამე როგორ მეზარება მე მგონია რომ აქ ყველა არის შინაური და ყველა ისე ვთქვათ ლელუს ვერ ვიტან შენ და მარიამი მიყვართო ლელუ რა სატანია ხალხო ეგ თავის თავსაც ვერ იტანს თავის თავსაც ვერ იტანს ეგ მეგობრებო ეხლა ერთი კვირა არის ჰაუსში ვარ მოკლედ პირველი პარასკევია წინა პარასკევს წავედი და ეგრევე სახლში მოვედი გვიან დამთავრდა ძალიან და ეგრევე მოვედი სახლში და ვინ სად დადიხართ ხოლმე გასართობად პარასკევობით მოიწერეთ აბა ზურა და დიანა ძალიან უხდებიან ერთმანეთს ჩემი აზრით კი ან მოსწონს ან დიასამ უთხრა რომ ბიჭო აქო შენო love story უნდა გააბარო უფრო საინტერესო გახდეო და შეიძლება დიასამ დაარიგა ასე ზურა რომ ესე და ესე მოიქეცი love story-ები გააბიო თან მუსებს ძალიან ბევრი გამოწერები და ესე თქვა ფანები ყავთ და შესაბამისად ზურამაც იფიქრა მოდი ესე გავაკეთებო და უფრო მეტად ყურებადი ვიქნებო ჩემი აზრით ეგ დიასას ხრიკებია გეთანხმები მან ყველა თამაშობს ვისაც აეზარება და ყველა თავისი სტრატეგიით არის წარმოდგენილი უბრალოდ მან არის ყველაზე ну ლორენცოს სტრატეგია გასაგებია რომ ნიღაბი უნდა ჩამოხსნას ყველას და ყველას პირდაპირ ესე ეუბნება რა და როგორ და წამო ბერლინშიო მე პატიჟები თუ ჩემით წამოვიდე და იქ ვნახავ და რაც შეეხება მენტორი რო ყავთ ეს მრჩეველი დიასა რა თქმა უნდა ზუკა გუგას შემთხვევაში ეგ არ ვიცი რამდენად გულწრფელია ვერ გეტყვით მე მაგათი უბრალოდ არაფრის ამჯერ იმიტომ რომ ძალიან აფერისტი ბიჭები არიან აი ძალიან სოფი კოთა გიმშვიდობებით დავბლოკოთ ეს ადამიანი ჯავა სწრაფად გამოია კონკურსი თავად სიმა და კი ნუცა გეთანხმები ძალიან კარგად გამოიყენეს იმერლებიო იცით რა არის აფერისტობა მე მგონი ყველა კუთხეს თავისებურად გააჩნია ვერ ვიტყვი რომელიმე კუთხე უფრო აფერისტულია უბრალოდ ამ ბიჭებმა გამოავლინეს განსაკუთრებით დიდი აფერისტობა ზუკა გუგაზე მაქვს საუბარი და ძალიან არაპატიოსანი და არასწორი ადამიანები არიან აი ამ ტაშფანდურის და ვითომ იუმორის მიღმა იმალება ძალიან ბოროტი ადამიანები ესე მგონია ვიღაცა კიდე ნიკო დავბლოკოთ კახელები ვენ მეკახეთი ძალიან მიყვარს გვანცა რა პროფესიის ხარ მე ვარ ფინანსისტი და მაქვს ფინანსური სერვისები
მე კახეთი ძალიან მიყვარს. მე კახეთთან არ მაკავშირებს არანაირი ის ვთქვათ გენეტიკური და ნათესაური კავშირი, მაგრამ ვაფრენ გიჟდები კახეთზე. ლორენცოს ბოსობას ხალხმა მეც ძალიან ველოდები. წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება ლორენცო ბოსად. და ამ კვირაში მოკლედ მე ძალიან მინდა რომ მარიამი იყოს ბოსი. აი ძალიან მინდა რომ მარიამი იყოს ბოსი. ლორენცოს ბოსობაც ძალიან საინტერესო იქნება, გეთანხმებით და ნუ მე მაინც მინდა რომ ხდება ხანძარია. მე მაინც მინდა რომ მარიამი გახდეს ბოსი. ალბათ ამ კვირაში ჩემ პროგნოზს გეტყვით რომ ჯავახა შეიძლება გახდეს ბოსი, უფრო მეტად მარიამს და ლორენცოს ნაკლები შანსი აქვს. მე მინდა რომ მარიამი გახდეს ბოსი, თუმცა რაღაცა ისე მგონია რომ ჯავახა გახდება ბოსი. ლორენცო იქნებოდა ძალიან საინტერესო ბოსი. ლელუშანი შესაძლებელი არაფერი ჭირსო. კი, ბანდო რო გგონია, ნამდვილი მამაკაცი ქალს ძალიან შესაძლებელი აქვს საქმე. ჩემი აზრით ლელუ არის ყველაზე ესე თქვათ, როგორ თქვა სწორი ფორმა. ყველაზე მეტად რომ ლელუ მეწოდება, იმიტომ რომ აი ყველაზე ხელმოცარული ადამიანი ეგ არის. რაღაცა 35 წლამდე ამ გოგომ ვერაფერი ვერ გააკეთა. ფოტოგრაფი ვარო და მაგისი ერთ ფოტოები ვნახეთ ჩვენ და ფოტოაპარატით მოიტანა და მაგის გადახებული არც ოჯახი, არც კარიერა, არც არაფერი და არის გამაწარებული, გაბოროტებული ადამიანი და დადის და გლანძღავს. სხვა არაფერი, აი ლელუს кейსი და თან იქ მარტო რო იყო და რაღაც რაქნას და ბონდოს მიეკედლა თუ რაღაცა დაიქრაშა, ვაიმე. აი მე კი მეუბნებით ლელუს რა ჭირსო თქვენი შენი შესაძლებელი და რაღაც, მაგრამ აი ესეთი ხელმოცარული ქალები მე ძალიან მეწოდება. ცხოვრებაში ვარაფერი არ გაუკეთებია, ღირებული, აი ესე ცხოვრობს 35 წლამდე მივა ისე რომ არაფერი არ გაუკეთებია, ღირებული, ვერაფერი ვერ შექმნა. ხა შევარდა იქ და რაქნა. ორი კაცი ამოიყენა აქეთ იქით ბონდო და ეს დიასა და უნდა როგორღაც მივიდეს ფინალამდე. ხალხო შესაძლებელია ვარა არის. ძალიან შესაძლებელია ლელუ, ხა კი იგესლება და ჩხუბობს. მაგრამ რო დაუკვირდეთ ძალიან ცოდო ადამიანი, აი ძალიან ცოდოა. ჰაუში ყოფნა ძალიან მოსწონს კი და ლორენცო რომ მოსწონდა და ლორენცომ რო დააიგნორა, მაგაზე იყო გამწარებული. დიასაზე რა უნდა ვთქვა, ხოლმე იქ გავიცანი, მოდიოდა ხოლმე. ფართებზე მოდიოდა და რაღაცებს ზვერავდა ყოველთვის და რაღაცებს ათვალიერებდა და ინფორმაციას კრებდა. ლორენცოს აბრალებდა მოუწონვარო, ხო, ანუ ლელუ თვლის რომ ყველას მოსწონს. აბსოლუტურად ყველა კაცს მოსწონს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ეფექტური გოგოა. ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ფორმები აქვს. მე ხან ვის ჩაეხუტა, ხან ვის შეაბა, ხან ვის ეფლირტავა, ხან ვის. და მოკლედ როგორც იქნა, დაუბლოკოთ ესეც, ვაიმე. და ხან ვის ეფლირტავა და მოკლედ აი ესეთი მაინც ჩემზე წერს ლაივებს ხალხნო და მეებს ვიდეოებს. მოდერი გჭირდება ხო? თუ პარიზი გახთა ლიდერი, ვაიმე ვერც კი
წარმოვიდგენ თუ პარიზი გახდა ლიდერი, პროექტი ბონდოს გადაარჩენს თუ ლორენცოს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ნახეთ, ლორენცოც და ბონდოც ორივე პროექტისთვის არის ძალიან ღირებული, იმიტომ რომ ორივე შოუს დგამს. ეხლა ბონდო რო ჰაერში იფსკავანჩება და საშინელებებს აკეთებს, ეგ პიროვნულად მასზე არ მეტყოლებს კარგად და ძალიან ცუდ ადამიანად წარმოაჩენს, მაგრამ უყურებადია და შოუს ეს აწყობს. მეც რო ვიყო შოუს ორგანიზატორი, გეტყვით რომ იმას დავტოვებდი, ვისაც მეტი ნახვა აქვს. და ვინც უფრო მეტ მაყურებელს მომიტანდა და ამ შემთხვევაში ბონდოც და ლორენცოც ორივე ძალიან კაი შოუს დგავს. მე ვთვლი რომ ლორენცო უფრო ღირებულია პროექტისთვის, გავიგეთ ამ გავს კვანჩები და გველივით დახოხავს ზირს და 1000 რაღაცა მანიპულაციებს აკეთებს ეს ბონდო, მაგრამ ეხლა როდემდე უნდა ვუყუროთ მაგის გამოხტობებს, ხო? ამიტომ მე მგონია რომ ლორენცო ცალსახად. კი, ეხლა მეგობრებო, ესეთი რაღაც მაინტერესებს, ვინ სად მიდიხართ ხოლმე პარასკევობით და ვინ სად ერთობით, იმიტომ რომ რაღაცა სულ ერთი და იგივე ადგილებია და ერთი და იგივე კლუბები და ერთი და იგივე ადგილები და რამე კაი ახალი ადგილი ხომ არის, დავუშვათ მე და ჩემო გოგოებმა რომ შევტეხოთ. ბარში ისედაც მივდივართ მე რაღაცა საცეკვაოთაც მივდივართ, მანამდე ჩემ მეგობართან მივდივართ სახლში, რომ რაღაცა საჭმელები გააკეთა ნაირ-ნაირი და უნდა შევუფასოთ მზარეულობა. ხო, ლელო ილანძღება, იმიტომ რომ მაგისი ჰობი არის ლანძღვა, არაფერი ამ ადამიანს არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არც პროფესიულად, არც კარიერულად, არც ოჯახი შექმნა, არც ბავშვი გაზარდა, არც არაფერი არ გააკეთა, მარტო ილანძღება, 35 წელია ილანძღება ეს ადამიანი. თავიდანებებული მაქვს, უბრალოდ ძალიან მეცოდება ეგ, უბრალოდ მარიამის რაღაცა შორტებს და კარბებს რო დეტალურად განიხილავდა და მუსებს რო აძულებდა ხოლმე, ვაიმე. ნიკოლოზობას გილოცავ, მარია დიდი მადლობა, მეც გილოცავ. ეგეთი ამბები ხო, მოკლედ ეგეთი ამბები. ლაივისთვის გოგოები იკრიბებიან ხოლმე 6-ზე უკვე რუსთავიორის შენობაში და ხდება მეიქაპების და თმის მოწესრიგება. ბიჭები 1 საათი თგვიან, 7-ზე იკრიბებიან და მე ხდება ხოლმე სტუდიაში, ეს ვთქვათ, ვინსად დაჯდება რეპეტიციები და ასე შემდეგ და მოკლედ მთელი გუნდი ემზადება მაყურებლებისთვის, რომ ლაივი იყოს ძალიან სრულყოფილი. ერთად რო დავიწყეთ გადაობა, ხალხმა მართლა მაინტერესებს ჰაუსში რო არის გადაო რამეზე და არც პაროდია გააკეთო და ყველაფერს სერიოზულად მიუდგე. როგორ უნდა გაძლო? გამორიცხულია, ეს ხო არის შოუ, ეს ხო არ არის სილამაზის თუ იმის კონკურსი, რა ქვია, მოკლე ფეხების კი არა და მოკლე შორტების და იმის სილამაზის კონკურსი ხო არ არის და სიმღერის და ტაშფანდურის. ეს არის შოუ, ადამიანები ერთმანეთში როგორ ურთიერთობენ და ასე შემდეგ. რო არის გადაო, პაროდია არ გააკეთო, არაფერი არ გააკეთო. როგორ უნდა გაძლო ჰაუსში, აბა რა უნდა გააკეთო. ჩხუბები ისედაც არის, სადაც 12-13 ადამიანი შეიყრება ერთ სივრცეში, სხვადასხვა ადამიანი, იქ რა თქმა უნდა კონფლიქტი იქნება, თუმცა კონფლიქტს გააჩნია ხალხო ბონდო რასაც აკეთებს, ეს კონფლიქტი არც არის. ბონდო რასაც აკეთებს, ეს არის უკვე ყველანაირ ზღვარს რო ცდება, გავიგეთ რომ ეს ადამიანი მკურნალობის ეტაპზეა და მენტალურ რაღაცა იმებს გადის
მენტალური პრობლემები მაქვს და ადიქციები, ანუ დამოკიდებულებები მაქვს, ესე თქვა და დამოკიდებულებებზე მუშაობს, მაგრამ სხვა ადამიანებმა არაფერი არ დააშავეს. ხო და ვნახოთ, აბა ვინ დარჩება საკმაოდ. მე მგონია, ესეთი ვთქვათ, ჩემი პროგნოზი არის ასეთი, რომ ჩემი პროგნოზი არის ასეთი. გიორგი პარიზი წავა. იმიტომ სრულებით უსარგებლო რაღაც არის ეგ. და ლორენცო გახდება წესით ხმის ლიდერი და შესაბამისად ბონდოს დატოვებს პროექტი. ასე ხო, კიდე რა უნდა მეთქვა თქვენთვის? მარიამს რა თქმა უნდა ვეხმიანები, ხალხმა ძალიან გულშემატკივრობ მარიამს და მე და მარიამი ვაპირებთ ერთად სადმე წავსვლას და გართობას, როცა მარიამი იქნება უკვე გარეთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მარიამი გავა ფინალში და ბოლომდე იბრძოლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტერი ყავს. მეც მგონია, რომ პარის პროექტი არ დატოვებს. პარიზის მერე მარიამს მიადგებიან კი ხალხნო, აი სწორად მსჯელობთ, ძალიან კარგად ხედავ. მე მგონია, რომ პარიზის მერე მარიამს მიადგებიან, თუ ეხლა ჯავახა არ გახდა ბოსი და ვნახოთ, აბა მარიამს როგორ მფარველობას გაუწევს ამ კვირაში, აბა ვნახოთ. ხო გვაინტერესებს ჯავახა როგორ მოექცევა მარიამს და ვნახოთ, აბა ეხლა მეც მგონია, რომ მარიამის მოშორებაზე იქნება შემდეგი კვირა. ვნახოთ. და კიდევ ბევრი რაღაცები გაირკვევა. მადლობა მეგობრებო კომპლიმენტებისთვის. ხო და ესეთ რაღაცებს რომ ამბობს ხოლმე ზოგი ერთები, რომ რატო გადაეკიდე ჰაუსი? იმიტომ გადავიკიდე ჰაუსს, რომ მე ვიყავი ჰაუსის მონაწილე. სამი კვირა ვიყავი ჰაუსში და ახლაც ვარ ჩართული, ვარ მაყურებელი, გულშემატკივარი და მინდა ჰაუსზე ვილაპარაკებ, მინდა სხვა თემებზე. ეხლა დამიწერეთ ფინანსებზე გელაპარაკოთ თუ ჰაუსზე, რომელი უფრო გაინტერესებთ? ეგ სამი კვირა მეც არ ვიცი როგორ გავწელით იქო მართლა. მუზებთან მე არანაირი ასე ვთქვათ კონფლიქტი არ მქონია. გარდა იმისა, რომ სამი კვირა ვუსმენდი მუზების მაგ სიმღერებს, რომელიც ჩემი გემოვნების არ არის და აკვიატებული მქონდა, მეც მღეროდი ბოლოს, ვცეკვავდი მღეროდი მუზების სიმღერებზე და ეს იყო ძალიან რთული სამი კვირა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, სამი კვირა, რამდენია 21 დღე, ხო, გასმენინებენ იმ მუსიკას, რომელიც თქვენი გემოვნების არ არის. და თან ვერ გამორთა, ვერ ჩაუწევ. ანუ ლაივში გასმენინებენ, ესენი 24 საათი მღეროდნენ, ანუ აპიარებენ ამ თავის სიმღერებს და 24 საათი მღეროდნენ, რომ აჩვევა მეტ ადამიანს მოესმინა. გავიგეთ, რომ გასაპიარებლად არიან და რაღაც, მაგრამ ძალიან რთული იყო ამის, ესე ვთქვათ, სამი კვირა ხალხნო მუზების სიმღერას ყოველ დღეში რამდენჯერ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი. მალე შემდგომა მოვა და 1000 კიდე სხვა რაღაცებსაც
აპიარებდნენ, კი, სწორად იქცევიან, აპიარებდნენ, სულ ამას ასმენინებდნენ ხალხს სტრიმებზე, ლაივებში და ძალიან ისეთი მიმწოლი და მაგარი ისინი არიან, გოგოები მაგ მხრივ. მოგწონს, არ მოგწონს? არა, უნდა უსმინო მაგაც სიმღერას. არა. უნდა უსმინო მაგაც სიმღერას და ხო, რა ვიცი, მე მაგალითად ეგ სტილი და ეგ სიმღერები არ მომწონს და ძალიან რთულია, როდესაც ძალით გასმენინებენ ყოველ დღეში რამდენჯერ ვერც გეტყვი. ხო და მუზების შემთხვევაში არ ვიცი, მე მუზებს არანაირ ტრადიციულ გოგოებად არ ვთვლი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გრძელი კაბები რო ჩაიცვეს, ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციულები არიან. ტრადიცია საქართველოში იყო განათლება, აზრზე მოსულობა და კაი ტიპობა და ეგენი არიან ჩამორჩენილები განვითარების შეფერხებით და უგემოვნო სიმღერებით, რომ ნოტებსაც ვერ იღებენ სწორად. ანუ იმ უგემოვნოს, რასაც მღერიან, იმასაც ვერ მღერიან სწორად, ანუ ნოტებსაც ვერ სვამენ. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას გვატენიან, ვითომ არიან ტრადიციულები. არა, საქართველოში არასდროს არ იყო უგემოვნობის და ჩამორჩენილობის ტრადიცია. არასდროს. და თავიანთ აი ამ უგემოვნობას და ჩამორჩენილობას გვატენიან, ვითომ არიან ტრადიციულები. არც ტრადიციულები არიან და არც ქართველები არ არიან კიდე. კი ბატონო, ჩემი აზრი არის ეს და არ ვაპირებ ხა მუსებთან მე ტიკტოკების დადებას, რო არიქა ნახვები მოვიმატო და ჯავახარ ვაკეთებს ხოლმე. არიქაო მუსებთან სიმღერებს რო რამდენი ნახვები მოემატაო ტიკტოკზეო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯავახას გემოვნებაც არ არის ეგ სიმღერები. 100% ვარ დარწმუნებული, რომ ჯავახას მუზების სიმღერები არ მოსწონს, მაგრამ TikTok-ზე უდევს მუზების სიმღერებზე გადაღებული ვიდეოები, იმიტომ რომ გამომწერები და ნახვები მოემატოს. ჯავახას შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ტიპი არის TikTok-ერი და გასაგებია, რომ TikTok-ზე ნახვები არის მაგის პრიორიტეტი და რა ვიცი, ხახნო მე არ მგონია, რომ ჯავახას გემოვნება არის აი ეგ მუსების სიმღერები. არ მგონია. კი, ჯავახა ყველაფერს აკეთებს გასაპირებლად, რა თქმა უნდა და პიარდება კიდეც, ანუ ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის, მეგობრებო. ხო და შესაბამისად დავინახეთ, რომ ყველა ძალიან კარგად იყენებს ერთმანეთს, ხო მანდ. ჯავახას შემთხვევაში მე მქონდა ესეთი, ანუ მუზებთან იყო ძალიან ახლოს და მუზები რომ სულ მუზების ოთახში, საძინებელში იყო ხოლმე ეს ჯავახა ჩასასწავლებული კოალიციასთან ერთად და სულ მქონდა ხოლმე შეკითხვა რომ არიან სულ ლანძღავდნენ ეს მუზები და ლელუ რა დღეში აკდებდა როგორ ლანძღავდა ეს ჯავახა რა ვიცი შვენივრად იცინოდა ხოლმე იქ და ერთხელ არ გაუპროტესტებიან ულანძღავთ მარიამსო და სტრიმებს მე ვერ ვუყურებ სამწუხაროდ, ყველა ვიდეოს ვნახულობ, რასაც მიგდებთ ხოლმე და
ახლა მე რო ჩავუგდო მარიამს რო ნახე ჯავახამ შენზე რა გაკეთა ძალიან ტეხავს მე არ ვიცი მარიამა თვითონ გადაწყვიტოს ზურა და დიანა ძალიან უხდებიან ერთმანეთს და ძალიან კაი წყვილია გეთანხმებით იმიტომ რომ ორი ერთნაირია დიანა და ზურა კი ბატონო ორი ერთნაირი გონება ჩამორჩენილი ადამიანი რასაც მღერიანი თავის დაწერა სიმღერას იმასაც ნოტებს ვერ სვავენ არასწორად მღერიან და მაგას გვატენიან ტრადიციად ხახნო რომელი ქართული ტრადიცია არის აი ესეთი დაბალი დონის სიმღერები ქართული ხალხური სიმღერები არის ყველაზე რთულად შესასრულებელი ყველაზე მაღალი დონის და რატომღაც ამ გოგოებს აქვთ ამბიცია რომ ეგენი რაღაცა ქართულ არა ხალხნო ვერასოდეს ვერ მივლენ მუზები ქართული ტრადიციულ მუსიკამდე ვერ ეგ მუზები და ქუთაისი კი ბატონო ერთი დონეა ზუკა გუკა და ეგ მუზები არის ერთი დონე კი ბატონო ძალიან ერთნაირები არიან კი ხალხნო აქ შემოვდივარ ხოლმე რომ თქვენ გეჭორაოთ რაღაცა ამბებზე კი ნამდვილად ასეა და ცალკე კიდე მესენჯერშიც რომ წერთ ხოლმე და მეინდობით მაგ ინფორმაციას მე იცით რომ თქვენ ნებართვის გარეშე არასოდეს არ ვაჟღერებ და კი აქ შემოვდივარ ხოლმე საჭურაოთ და თქვენ გეჭორავებით ხოლმე შინაურულ გარემოში მე ვთვლი რომ კარგია რომ გამოვედი, იმიტომ რომ მე მაგათი თავი მართლა არ მქონდა, ვაი. წავედი მეგობრებო, ახლა 7 საათი დაიწყო. მარიამ კი ძალიან მენატრება და მე მივდივარ საცეკვაოდ და გასართობად და აბა თქვენ იცით.